მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამაგრილებელი სასმლის წარმოებელმა ამერიკულმა Coca-Cola-მ, The Coca-Cola Company 2025 წლის შედეგები გამოაქვეყნა უკვე მეგობრებო. ეს ფინანსური შედეგები გასაჯაროებულია სრულად და ბოლომდე და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ანალიტიკოსების შეფასება. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ ანუ პირველ კვარტალში არც მეტი და ნაკლები 11 მილიარდ 22 მილიონი დოლარის პირველ კვარტალზეა საუბარი. შემოსავალი დადო, ანუ პროგნოზირებულზე 80 მილიონით მეტი, რაც უმეტესწილად ჰოლდინგში შემავალი სასმელების გაძვირებით აიხსნება. უშუალოდ გაზირებული სასმელების მიმართულებით შემოსავალი 2%-ით გაიზარდა, როცა უშაქრო Coca-Cola-ზე გლობალურმა მოთხოვნამ 14%-ით იმატა. წლის პირველ 3 თვეში კომპანია აქციონერებზე 3 მილიარდ 330 მილიონი დოლარის დივიდენდის განაწილებას აპირებს. ეს თითო აქციაზე გამოდის დაახლოებით 77 ცენტი და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი წლიური ზრდა ფიქსირდება. The Coca-Cola Company, ანუ სათაო სოფელი კომპანიაზეა საუბარი, დედა კომპანიას რომ ეძახიან, მამა კომპანიას რატო ეძახიან არ ვიცი, მაგრამ მშობელი კომპანია, ანუ სათაო კომპანია. დივიდენდების განაწილების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ძირძველი ამერიკული კომპანია, ეგრეთ წოდებული, როგორ გითხრათ, დივიდენდური არისტოკრატია, რომელმაც აქციონერებისთვის მოგების განაწილება ჯერ კიდე 1892 წელს დაიწყო კომპანიის დაფუძნებიდანვე და დღეს ბევრი ინვესტორი Coca-Cola-s აქციებს სწორედ ამ მიზნით ყიდულობს, რათა დროულად მიიღოს დაპირებული დივიდენდი და თან სულ კაპიკ ჩაითვალოს. 2025 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ ანგარიშთან ერთად Coca-Cola კომპანიამ მიმდინარე წლის პროგნოზიც გაავრცელა. როგორც კომპანიაში ამბობენ, წარმოების უდიდესი ნაწილი ისედაც ამერიკის შეერთებულ შტატებშია ლოკალიზებული, ასე რომ ტარიფების რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენა შესაძლოა მხოლოდ ალუმინის და მსგავსი დამატებითი საქონლის შემთხვევაში დაფიქსირდეს, მაგრამ თავად ეს მიმართულება კომპანიისთვის იმდენად მწირია, რომ მენეჯერები ამბობენ, რომ ტარიფებს როგორმე გაუმკლავდებით ამერიკაში. Coca-Cola-ს ეს შედეგი განსაკუთრებით საგულისხმოა და აღნიშვნის ღირსია იმ ფონზე, რომ მიმდინარე 2025 წელი ეგრეთ წოდებული დიდი ვიდეოლის სტატუსის მქონე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ძალიან რთულად დაიწყო. საერთო ჯამში წლის დასაწყისიდან დღემდე 7 ტექნოლოგიური გიგანტის საერთო საბაზრო შეფასება 2.5 ტრილიონით შემცირდა. მართალია თავად კომპანიებს ფინანსური შედეგები ნამდვილად არ აქვს ცუდი, როგორც 2024 წლის მეოთხე ანუ ბოლო კვარტლის, ასევე 2025 წლის დასაწყისში, თუმცა მათ საფონდო ბირჟაზე მაინც ჯამში არასახარბიელო დინამიკა აჩვენეს, რაც ნუ პირდაპირ კავშირში იყო ხელისუფლებაში პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან და უფრო იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით, რომელსაც ის და მისი მთავრობა ახორციელებენ. შეიძლება ითქვას, რომ საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნა გამოწვეულია სწორედ აი ამ ხედვით და ეკონომიკური პოლიტიკით. უფრო კონკრეტულად მიმდინარე წელს დიდი შვიდეულის შედეგები კომპანიებისა ესე გამოიყურება. Apple-მა ამ შემთხვევაში -13.8% მისცა, ეს დანაკარგში არის 3 ტრილიონი, ეხლა ამჟამად მისი კაპიტალიზაცია 3 ტრილიონზეა, Microsoft-ის -6.6% არის, Nvidia-ს 21.4%, Amazon-ის თითქმის 15%, ანალოგიურად Google-იც, Meta-ც 8.3% და ნუ რეკორდსმენი ან გნებავთ ანტირეკორდსმენი კლებაში გახოთ Tesla, რომელმაც ამ დროისთვის 25% დაკარგა კაპიტალიზაციის 896 მილიარდზეა ამჟამად ილონ მასკის Tesla. ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა სავაჭრო ომს მაინც გაამწვავებს და ეს აი ამ ურთიერთობებს, რაც დიდი შვიდეულის საექსპორტო შემოსავლების შემცირებას და ადგილობრივ ბაზარზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რაც ნუ ბიზნესისთვის ცალსახად არახელსაყრელია. ამ ფონზე მინდა იცოდეთ, რომ ტექკომპანიები მაინც არ ჩერდებიან და აგერ კომპიუტერული ტექნიკის წარმოებელი მსხვილი ამერიკული კომპანია International Business Machines, თქვენთვის კარგად ცნობილი IBM-ის სახელით, წარმოების გაფართოებას და ამერიკის შეერთებულ შტატებში 150 მილიარდი დოლარის ინვესტირებაზე აცხადებს. აღნიშნული თანხა ახალი ქარხნებისა და საწარმოების აშენებას მოხმარდება, რომელთა წყალობით, მოდი ესე ვთქვა, დამატებით 1000 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან IBM-ის მიზანი არის AI, ანუ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიისა და კვანტური კომპიუტერების განვითარება, რასაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს 150 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია მომდევნო 4 წელიწადს მოიცავს, რაც
გადათვალეთ და ზუსტად ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც თეთრ სახლში სწორედ 57 პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, დასახლებას უკავშირდება. მე ცნობისთვის იმასაც გეტყვით, რომ IBM-ის საბაზრო შეფასება 200 მილიარდზეა და ის შეერთებული შტატების ბიზნეს ისტორიაში, ანგლებოდ ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიაა და მინდა იცოდეთ ისიც, რომ IBM-ის ყოფილი თანამშრომლები თუ დამფუძნებელი მამები ამჟამად პლანეტის უმსხვილესი კომპანიის დამფუძნებლები და ავანგარდშიც არიან. მოკლედ, მიუხედავად დონალდ ტრამპის დიდი შეგონებისა და მოწოდებისა კანადის არჩევნებთან დაკავშირებით, რათა კანადელებს ისეთი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა, რომელიც ამ ქვეყანას, ანუ კანადას, ამერიკის შეერთებული ამერიკის 51 შტატად აქცევდა, კანადის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა. ჯერჯერობით უცნობია 28 აპრილს ჩატარებული კენჭისყრის შედეგებით პრემიერ-მინისტრ მაკ-კარნის ლიბერალურ პარტია შეძლებს თუ არა უმრავლესობის, ანუ 172 მანდატის მოპოვებას, ხოლო თუ 172 მანდატზე ნაკლებს მიიღებენ, როგორც ეს მოხდა ჯასტინ ტრუდოს დროს 2021 წელს, სხვა პარტიების მხარდაჭერა დასჭირდება. პიერ პოლიევრის უკაცრავად ხელმძღვანელობით ოპოზიციური კონსერვატიული პარტია წლის დასაწყისში ლიდერობდა, ეს ფაქტია. თუმცა მმართველი პარტიის პოპულარობამ ეგრევე მოიმატა მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა მზარდი ესეთი აგრესიული პოზიცია დაიკავა კანადის მიმართ, არიქადა შემოგვიერთით 51 შტატათო და სწორედ მაკ-კარნიმ გამარჯვების გამოცხადებასთან ერთად იქვე ბრძანა, რომ ქვეყანა არასდროს დაემორჩილება ტრამპის მუხარას, პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს ჩვენს გატეხვას, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს. ეს არასდროს მოხდება. თქვა კარნიმ და მან უკვე მიიღო მილოცვები მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებისგან. ცხადია, მილოცვები კარნიმ ყველასგან მიიღო. ამერიკის პრეზიდენტის მილოცვაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ჩვენ საქართველოდან ვართ. ეს BMG-ა. 30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები, ანუ ეროვნული გვარდია ჩამოყალიბდა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა სწორედ და 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო და სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი. ყველაფერი ციფრებში და რიცხვებში დღევანდელი თარიღის და საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ირაკლი მოდებაძის ვიდეო ისტორიაში ვნახოთ და აქვე წარმატებები საქართველოს და ჩვენს ჯარს. საქართველოს თავდაცვითი ძალები არის ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძალების ძირითადი და არასაომარ მდგომარეობაში ერთადერთი სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება. სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ოპერატიული მართვის გენერალური შტაბი. საქართველოს თავდაცვის ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან, თავდაცვის ძალების რეზერვს აყალიბებს და ორგანიზაციას უწევს საქართველოს ეროვნული გვარდია. პირველ რიგში საინტერესოა ბოლო 10 წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა თავდაცვის ხარჯები. ამ ბიუჯეტზე საუბრის დროს მნიშვნელოვანია, რომ ვალუტის კურსის ცვლილებამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს და წლის მიმდინარე ფასებსა და ფულის რეალურ ღირებულებას წყიდველობით უნარ შორის განსხვავება დავინახოთ. სწორედ ამიტომ ამ მონაცემების შედარების დროს რეალური სურათის შესაქმნელად საჭიროა რომელიმე კონკრეტული წლის კურსის რეალური ფასის აღება. მსგავს საზომად სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით 2022 წელს ბოლო 13 წელში პირველად თავდაცვის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს ნომინალურად 2009 წლიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია, თუმცა რეალურად 2022-ში გამოყოფილი თანხალარებში საკუთარი რეალური ფასით იმაზე დაბლა იდგა, ვიდრე წინა 6 წელს გაწერილი თავდაცვის ბიუჯეტი.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით 2022 წელს გამოიყო 292.7 მილიონი დოლარი, ხოლო 2016-2021 წლებში გამოყოფილი თანხები ამავე პრინციპით 300 მილიონ დოლარზე ნაკლები არ ყოფილა. ფაქტობრივად 2016 წლის შემდეგ თავდაცვის ხარჯები რეალურად არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ვითარება ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის დროს დაიძაბა, მნიშვნელოვანი ზრდა არც 20-იანი წლების დასაწყისიდან ჩანს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად 2008 წლის შემდეგ ახალი რეკორდული წილი მილიარდ 260 მილიონი გამოიყო. 2022-თან შედარებით ეს შესამჩნევი ზრდაა, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ 730 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის გეგმას აღემატება 350 მილიონი ლარით. სიპრის მონაცემებით 2012-22 წლებში საქართველომ შეიარაღება შეიძინა ბულგარეთისგან, საფრანგეთისგან და ამერიკისგან. ამას გარდა თბილისი ამერიკისგან ცალკე დახმარებასაც იღებდა. 2013 წელს საქართველომ ბულგარეთისგან მიიღო T-72 ტიპის ტანკის მოდერნიზებული ვერსია, T-72M1, შენაძენი კი მხოლოდ 5 ტანკი იყო. აღსანიშნავია, რომ სიპრის მონაცემებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მხრიდან მხოლოდ ერთი შენაძენი ფიქსირდება. 2022 წელს საქართველომ შეერთებული შტატებისგან 26 მილიონი დოლარის სანაცვლო ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის 82 ერთეული შეიძინა. 2024 წლის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 1.38 მილიარდი ლარია, რაც 2024 წლის მოსალოდნელი მთლიანი შიდა პროდუქტის 86 მილიარდი ლარის 1.6%-ია. იმ შემთხვევაში, თუ კი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მშპ-ს 2% იქნებოდა, მაშინ ამ უწყების დაფინანსება 1.71 მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო. ასევე სამინისტროსვე ინფორმაციით 2025 წლისათვის თავდაცვის ძალების რაოდენობა 37,000 სამხედრო მომსახურებით განისაზღვრა, ხოლო შეიარაღებასთან დაკავშირებით უშუალოდ სამინისტრო ინფორმაციას არ აქვეყნებს. არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით საჭიროა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის აქტიური ზრდა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი წარმოება და პარტნიორთა დახმარების იმედად ყოფნა საკმარისი არაა. თავდაცვის ძალებს სჭირდება შედარებით თანამედროვე სისტემები, პირველ რიგში ჰაერის გასაკონტროლებლად. საჰაერო ძალების გარდა საფრთხე მოდის რუსეთის შავი ზღვის ფლოტისგანაც, მათ ხომალდებს შორი მანძილიდან ფაქტობრივად ქვეყნის ნებისმიერ წერტილზე შეეძლებათ იერიშის მიტანა. სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით ევროპაში ამერიკის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი მთავრობას ურჩევდა, რომ ფული ხომალდ საწინააღმდეგო რაკეტებზე დაეხარჯათ. ამჟამად პრობლემურია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მზარდი ცვლილება, რაც პარტნიორებისგან შეიარაღების შეძენის სურვილის არსებობის შემთხვევაშიც თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუშლის, რადგან ქვეყნის მიმართ ნდობა შერყეულია. ირაკლი მოდებაძემ თავის სიუჟეტში, რომელიც ქართული თავდაცვის ძალების დღეს მიეწუნა, ახსენა სიპრის მონაცემები. მოდი ჩვენც გადავხედოთ რამდენიმეს, მით უმეტეს რუსეთ-უკრაინის ომი ბოლო წლების შეიძლება ითქვას ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელმაც სრულად იქონია გავლენა გლობალური ეკონომიკის შეიძლება ითქვას ყველა მიმართულებაზე. ერთი ინდუსტრია, რომელიც ომის ფონზე ცალსახად და მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს გახლავთ სამხედრო ინდუსტრია, იარაღის მწარმოებლები, რომლებიც ეს სამხედრო ინდუსტრია ზოგადად რომ იცოდეთ მოიაზრებს როგორც სამხედრო სისტემების, ასევე იარაღის წარმოებას. ცხადია ასევე მნიშვნელოვანია ჯარისკაცების რაოდენობა და სახელმწიფო სამხედრო ბიუჯეტების დაკვირვება, რომელიც ასევე ზრდის მიმართულებით არის. და სწორედ სიპრის, ანუ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დათვლებით გასულ წელს გლობალური სამხედრო დანახარჯები არც მეტი დანაკლებები 3.7%-ით გაიზარდა. მან რეკორდული 2 ტრილიონ 718 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ნიშნავს რას, მეგობრებო, რომ დედამიწაზე სწორედ ეს თანხა იხარჯება ჯამურად თავდაცვის ხარჯების მიმართულებით. ეს უდიდესი ზრდა არის, რომელიც 2010 წლის შემდეგ ფიქსირდება 2 ტრილიონ 710 მილიარდი დოლარი. მეტიც ცივი ომის პერიოდს თუ ავიღებთ, დაახლოებით 1%-ით უფრო დაზუსტებით არის საუბარი, 10%-ით კი არა, 9.4%-ით აქვს გაზრდილი სამხედრო დანახარჯები მსოფლიო ქვეყნებს. სამხედრო ბიუჯეტების მოცულობა განსაკუთრებით იმატა ევროპაში, სადაც ზრდის მაჩვენებელი 13% იყო. ამასთან სამხედრო ბიუჯეტი კიდევ უფრო მკვეთრად მოაბილიზეს რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა, განსაკუთრებით შეიძლება ვთქვათ ესტონეთი და ლატვია. შეიძლება ასევე ითქვას, რომ კონტინენტებს შორის ევროპა არის მთავარი დრაივერი, ანუ გნებავთ მამოძრავებელი სამხედრო ხარჯების ზრდისა. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა სამხედრო ბიუჯეტი ევროპის
ყველა ქვეყანამ გაზარდა, მინდა იცოდეთ, გარდა მალტისა. მარტო გერმანიის ნამატი სამხედრო ბიუჯეტზე საოცარად, საერთოდ რეკორდულია, 28%-იან ნამატზეა საუბარი, რაც მის სამხედრო დაფინანსების თვალსაზრისით გერმანიას ლიდერად აქცევს მთლიანად დასავლეთ ევროპაში და აი ამ რეგიონში. გაზრდილია რუსეთის სამხედრო ხარჯები 150 მილიარდ დოლარამდე, ეს შეადგენს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს. მთელი საბიუჯეტო ხარჯების ლამის მეხუთედზეა საუბარი და უფრო ზუსტად ის გაზრდილი არის 19%-მდე. უკრაინის სამხედრო ხარჯებს რაც შეეხება, რომელიც თითქმის 65 მილიარდი დოლარია, ეს უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედზე მეტია, 34%-ია. და მთლიანი უკრაინის დანახარჯების დაახლოებით 3% შეადგენს, 2.9%. რა ღირს აღნიშნოთ, რომ უკრაინა მსოფლიოში ლიდერობს ყველაზე დიდი დატვირთვით სამხედრო ხარჯებისა მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, რომელიც როგორც მოგახსენეთ 34% გახლავთ. რაც შეეხება ნატოს, ანუ ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო გაერთიანების უკლებრივ ყველა 32-ვე ქვეყანამ გაზარდეს დანახარჯები და 32-დან 18-მა მინდა გითხრათ, რომ უკვე მიაღწია მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან დანახარჯს ხარჯებზე. მზარდია სამხედრო დანახარჯები ახლო აღმოსავლეთში და ნუ ეს ძირითადად ისრაელის ხარჯზე ხდება, რომელმაც ღაზა სექტორში მიმდინარე ოპერაციის და ომის ფონზე 47 მილიარდ დოლარამდე გაზარდა ბიუჯეტი 65%-იანი ზრდით, სამაგიეროდ სანქციების ფონზე შემცირებულია ირანის სამხედრო დანახარჯები დაახლოებით 8 მილიარდი დოლარით. ეს რაც საჯაროდ ეხება ხარჯებს, თორე დარწმუნებული ვარ, ერთ და მეორე მიმართულებითაც დაფინანსება მზარდია. აზიისკენ რო გადავინასვოთ, რაც შეეხება ჩინეთს, მისი სამხედრო ბიუჯეტი 7%-ით გაიზარდა, 314 მილიარდ დოლარს შეადგინა და იდეაში ლამის ნახევარი აზიის და ოკეანეთის სამხედრო ხარჯებს წარმოადგენს. იაპონიამ გაზარდა ხარჯები 21%-ით, 55 მილიარდ დოლარამდე, რაც ნუ ყველაზე მაღალი ზრდა არის ამ ქვეყნისა სამხედრო ხარჯებისა 1952 წლის შემდეგ. თუმცა ამ გიგანტი სახელმწიფოების ფონზე ლიდერი სამხედრო ხარჯების ზრდაში მაინც მიანმა გამოდის, ეს შედარებით მცირე ზომის ქვეყანა, რომელიც შიდა კონფლიქტების ხარჯზე 5 მილიარდი დოლარით ზრდის სამხედრო ხარჯებს, რაც ნუ მისთვის ბაზიდან გამომდინარე 66%-იანი ზრდა არის. აი ესე გამოიყურება რეიტინგი ქვეყნებისა ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტით, შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთის ფედერაცია, ინდოეთი და საუდის არაბეთი. რაც შეეხება ქვეყნებს ყველაზე ძლიერი სამხედრო ჯარით, რომელიც Global Firepower-ის მიხედვით შედგა, ქვეყნების ხუთეული აი ესე გამოიყურება, ანუ ყველაზე ძლიერი ჯარით, აქ არის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და გაერთიანებული სამეფო.